მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-8 ეპიზოდი. მე-9. მე-8-ია. მე-8 ასეჩა. აი, გაგზე. მე 10 მიყვარს და მე 10 იყოს. მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-8, მე-9 ან მე-10 ეპიზოდი. რო დავდებთ, ჩამოყალიბდებით და დავაწერთ შესაბამისად. ჩვენი მასპინძელი უკვე ტრადიციულად არის სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის ტერიტორიაზე და თუ გიყვართ დესერტები და თან გსურთ რომ სასწაულებრივი დესერტების მომზადება ისწავლოთ, აუცილებლად დაუკავშირეთ ამ კომპანიას და დანარჩენში დაგეკვალიანებთ. ოღონდ დიაბეტი ვისაც გაქვთ არა? და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ეროვნული კომენტატორების ეროვნული ნაკრების 8 ნომერი გიორგი პავლიაშვილი, ეწ პავლიკა და შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. წარდგენას გავუკეთებთ ჩვენ წამყვანებს. ჩვენ წინა გავუკეთეთ წარდგენა ჩვენს წამყვანებს და მე გავაგზავნე. არა, ძალიან მომეწონა რომ ჩემი ჩაგეჩერი. ჩამიჩერი. ტრადიციულად ეროვნული რუბრიკა. ტრადიციულად თქვენს წინაშე არიან ირაკლი კვიტაშვილი კვიტო, ქალთა, კაცთა, ზოგჯერ ტრანსთა ბედნიერება თეიმურაზი, პავლიკა და მე უბრალოდ ნიკოლოზი. და ძალიან საინტერესო წარდგენა. პირველად წარმოგინეს, მე თქვენზე არ ვიცი ხო, მაგრამ ჩვენ არსად არ გვარდგენ ხო? კომენტატორთან აკრების წევრი, აი პირველად 8 ნომერიდან წარმოვიდგინე რომ მე სულ მინდოდა რომ მე თამაშა რაღაც ბავშვები კომენტატორის მაგითო გამოვედი რომ მინდოდა რომ ან ფეხბურთელი ყოფილიყავი ან რაღაც სპორტსმენი რა, ან ფეხბურთელი უფრო, იმიტომ რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად მიყვარდა და ეგრე ვერ გამოვედი, მაგიტომ მე კომენტატორი გამოვედი, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაკავშირებული ყოფილიყავი ამ სპორტთან რა და ეხლა შეგეგრ წარმოგიდგენთ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ თავი ვიგრძენი სპორტსმენად. ესაა ბუნკერი. აი ძალიან კაია. არ ვინანებ რომ მოვედი. სფერო. ყველაფერი წინ არის შეიძლება. ინანების მეც ანალოგიურად, ანუ არაფრის ნიჭი არც მეკარეობის, არც თავდასხმის, არც კალათბურთის არ გამომადგა და სირბილის ნიჭი გაქვს მახსოვს. სირბილის ნიჭი კი, მარტო სირბილის. აუ, მაგაზე ვიტყვი რა, კომენტატორი გადაცემა რო იყო პირველ არხზე 10 წლის წინ რაღაცა საკო ტელევიზიო კონკურსი, იქ მივიღე მონაწილეობა, რომ აი კომენტატორობით მაინც რაღაცა სპორტთან სიახლოვის ის რაღაცა ოცნება. ხო, შეხო პროექტში გამოდიოდი. კი. რომელ ადგილზე გახვედი? შესარჩევი 16-ში გავედი. სურვილი გაქვს ესე იგი რომ კომენტატორი. მაშინ გქონდა, ეხლა იწყებს კარიერას. 47 წლის ასაკში იწყებს. და ეგ ისეთ საქმე რა გვიანი არა. ბიჭო, არა სირბილზე გამახსენდა და ამისთვის გვიანი. სირბილზე გამახსენდა მე გურიაში მაგ სახლი რა. მამათში. ჩვენ დიდი ედიკას სოფელში და ვენატრებოთ მამათს სანდო. ხო, მამათში. ფოტოშოპს გვენატრება მამათი, კარგი დრო გავატარეთ მაშინ ეხლა ისტორიასაც მოყვები. კი, ძალიან კაი. და მე და ბუკა ვიყავით ჩვენთან სოფელში ბავშვობაში და მახსოვს რომ ვერდით სოფელში წავედით ფეხბურთს სათამაშოდ. ბუკა მამაში ძალიან საყვარელი იყო. ეხლა აღარ? ეხლა ლამაზი არის, მაშინ საყვარელი იყო. ბრაზილიის ფორმა ეცვა, 14 ნომერი მინუს სათვალეები ეგეთა. და ანრიელი სათვალეები ეწერა. ანრი ეწერა ბრაზილიის ფორმაზე. და ამტკიცებდა რომ ორიგინალი ფორმა მაწვიაო. ვა, ეგეთ და კაროჩე პირდაპირ ვთქვა ტრაქში ამოგვისვეს ტიპებმა, რომლებიც ასფალტზე ფეხშველები დატყოდნენ და ბუკაი როგორც გამაშები და ბუცები და რაღაც და აი რა გვიქნეს იცი. ძალიან გაგვიყირეს. მაშინ ნახე როგორი ნიჭია ქსი. ხო და ეხა პირდაპირ გადავიდეთ დეპრესიისგან სვავდით კი, სვავდით. მაგას შიშკართან გვეძინა და ვყვიროდი. რატომ მოვედი აქ ხალხს არ ეუბნები? ობა, შემოდი შენ თვითონ გამომხილე. ცოდვა გამხილე. კი, აი ჩვენი წინა გადაცემა მიეძღვნა დამოკიდებულებებს. როგორ გავთავისუფლდით რა ჟანრის დამოკიდებულებები გქონდა და ეხლა აბსოლუტურად ლოგიკური ამ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებისგან ბოლომდე არ ვიცი თქვენ ლოგიკური გაგრძელება თუ დამოკიდებულებებზე იყო აგერ ნიკუშამ მითხრა რომ თვეები არ სვამო. ხო, მაგრამ მე სასმელზე დამოკიდებული არ ვიყავ, მე თამაშზე ვიყავ, აი ბიჭები იყვნენ სასმელზე დამოკიდებული. მე ვიყავით სასმელზე მოშნად დამოკიდებულები. აი ხალხი გადავახდეთ და ეხლა ისევ დაუბრუნდა. აი ხალხი. დემონსტრაციულად. მე რატო დამემართა ეს ყველაფერი? ეს იყო ხოლმე სასმელზე დამოკიდებული. გას ხებოცა აქაც. თავისი შეკუშკით მოვიდა. დაახურდა. მოკლედ, გაკეთილი იყო შენი სტუმრობა, პავლიკ. ბოლოს გახდები შენ უკვე ოფიციალური ბუნკერელი.
და ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. შენ შეიძლება მოლოდინი გაქვს რომ აქ ვინმე სპორტზე ილაპარაკებს, მაგრამ შემიძლია თავიდან ვიგითხრა რომ სპორტი არავის არ გვაინტერესებს, აქ ვინც ხედავ. არ გვაინტერესებს, მაგრამ საუბარი ნაკლებად. კი ბატონო. ხოჭერს მეც. შენ უფრო გაზეთში ვკითხულობ ხოლმე. დაჟე მაგაზე ვილაპარაკეთ, რომ უეჭველი ხა ისეთი ყელში ექნება მოსული. და პირველად ვარ, მე მგონი პირველად ვარ ეგეთ გადაცემაში თუ რა. სადაც სპორტზე აღებას ვერ. სადაც ხო იმიტომ დამპატიჟეს მას სპორტზე ლაპარაკი. ეგ გადაცემაში რომ გითხრა იშვიათად დავდივარ არა, იმიტომ რომ სადღაც YouTube-ზე მით უმეტეს ტელევიზიაში ხანდახან მეპატიჟებიან ხოლმე რომ ვილაპარაკო ფეხბურთზე ან სპორტზე, მაგრამ ეგეთ გადაცემაში სადაც სპორტზე არ უნდა ვილაპარაკო, პირველად ვარ და მიხარია, იმიტომ რომ ძალიან კაია. ნახე რამდენი პირველი რაღაც გაიჩნდა ნაკრების 8 ნომერი, 8 ნომერი მეოს ინიესტა მევასება 8 ნომერი მევასე. 8 ნომერი აგერ პირველად არასპორტულად მოგიწევს საუბარი და მოგვა ეგეთ გადაცემაში. ყველაფერი წინა. ბუნკერი მოულოდნელობით ახსოვს ეს? შემოვაგდოთ თემა? ხო და სპორტი არა თქო და რაზე ვსაუბრობ თქვით? შიშებზე, ფობიებზე. ჩემპიონატის წინ დაიწყეს შეფუთვა რა, ეროვნული ლიგის შეფუთვა დაიწყეს. და, კაროჩე, იყო ეგეთი ამბავი, რომ მიმოხილვა კეთდებოდა და ტურის საუკეთესო 5 გოლი. ხო, ტურის ბოლოს იყო, ტურის საუკეთესო 5 გოლი, რომ აი ვიღაცამ თესლობა გოლი გაიტანა და შეიძლება ეგეთ სიტყვები არა. ყველანაირი სიტყვა შეიძლება. კატეგორიულად არ გავუშვი. აი ამ ჩქარში ბოლოს ჩავიდა, გაჩვენებ რა სიტყვები შეიძლება. ხო და ტურის საუკეთესო 5 გოლი უნდა ყოფილიყო რა. შეიფუთეს. პირველ ტურში გავიდა რამდენიმე გოლი, ტოპ 5 გოლი გააგეს და მეორე ტური მოდის და ტოპ 5 გოლი უნდა გავიდეს და ტურში გავიდა 1 გოლი. ანუ ტოპ 5 გოლში გავიდა. ტოპ 5 კი არა, სულ გავიდა 1 გოლი. ტოპ 5. მე მიხარია რომ ორივე შვილი გოგო მყავს და არც ერთ საგონო რომ ფეხბურთელი გამოვიდეს. ძალიან მეშინია ღამურების რა. მე მეკმინე ხო? ღამურა? რამე ძალები გადმოგცა? არ ვიცი. და პატარა ვიყავ. ღამე ხედავს. ღამე ხედავანა. მაგრამ თავზე და ჩამოფინდა და რაღაც არა, მაგრამ თითზე ჩვენთან არ არიან ეგ ღამურები და რანაირად დაიჭირეთ თუ რანაირად გვიყვნენ. ბიჭო არა, ანუ ბავშვები თამაშობდით მაშინ ეზოში და მიკმინა რაღაცამ რა და აშკარად თან ჩამაჭირა ესე თითზე. და რომ ესე იმოსკენი, ანუ აშკარად ღამურა იყო, დავინახე რომ ღამურა ეგეთი ღამეც არ იყო რა, შებინდებული რო არის რა და ანუ ღამურა მიკმინა. მე ამც ეს და რაღაც. მე ვიცი რატომაც მეშინია, ისევ გურიასთან მიდის ეს ყველაფერი, დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი და ნუ ყოველ ზაფხულს მე მოკლედ გურიაში ვატარებდი რა, ბავშვობაში და ფარავდი? არა, წავკინი გაკეთე. ყოველ ზაფხულს ვატარებდი გურიაში და ნუ აი ზაფხულში რა უნდა გეფაროს ხო რაღაც ზეწარი მაქსიმუმ რა, როცა გძინავს და გამაღვიძა ხამურის წრიპინმა და როგორ ფართხალებდა ჩემ ზეწარზე ეს ჯიგარი, ანუ აი ყველაფერს გრძნობდი ვაფშე. ღამურებს და სტომატოლოგების მეშინია კიდე მაგრამ ბანალური შიშებიდან მაგ მეგალოფობია ქვია რა მაგას. დიდი საგნების, შენობების, აი მაგალითად ძალიან დიდი ტანკერი რო დავინახო, ძალიან დიდი რა? ტანკერი რა, გემი. რაღაცა ზარავს რა და ხშირად მესიზმრება ხომ ეგეთ სიზმრები რომ აივანზე გამოვდივარ, ტელეფონზე ვაპარაკო და ზარმაზარი ხომალდი ჯდება ჩემი აივანის წინ რა და რას გეუბნა? ჯერ არაფერს. და თან ზემოთ საში ვიყურები და დიდი დირიჟაბლები და ანუ მეგალოფობია ქვია მაგას. და შენ რა შვები ამ დროს? არაფერს ვზივარ და თან მონუსხული უყურებ, თან ჩაჯმული ვარ რა. კი, მახსოვს ჩვენ რამდენი გორში მივდივართ ხოლმე მოსწოდეთ გორის. ხო, იმ ისინი რო ტრიალებს, პირველად ეგ რო ვნახე, მაგრა დავიწყე. დონ კიხოტები. რო იმალები ხოლმე. არა, ანუ სიჩუმე ისადგურებს იმ მომენტში და ხო, პროსტა უბრალოდ ძალვით მიჯაჭული უყურებ და მე გამიტრუხდა. პირველად როცა ვნახე, ძალიან დამძაბა რა, იმ აი ეს ქარის ფილმი. ხო, აი ეს ეცახია რაღაც მაგრა ეშინია. კი, ეხლა მე მგონი ამ მომენტში ეშინია. ზუსტად ამ მომენტში რომ მიდის ეშინია. ერთ-ერთ კი, ანუ მე აუდიტორიის ეგ მეც კი. მოუმზადებლობის და რაღაცა აცადე. 8 ადამიანი. ინფორმაციის არასაკმარისად ფლობა მიღვივებს ამ შიშს რაღაცა საკითხთან დაკავშირებით. და იქნება ის რომ რაღაც ლამაზად კარიერული გასაუბრება თუ განათლებული და სოლიდური აუდიტორიის თუ მაყოლებ გაცდი აუდიტორიის წინაშე როცა უნდა წავდგე და რაღაცა საკითხი არ მაქვს დამუშავებული სულ ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობ და ძალიან შეგვიძლია ძალიან მეშინია ესენი აქ არ არის მე მომიყევით მოდი დავიწყო მართლა დაგიჯერა და გამოყვა სტენდაპის მუღამი მაქვს მთელი ცხოვრება რა ძალიან მინდა რომ დავდგე სცენაზე და რაღაცა მოვყვე რა არა აქვს შრობ ეხა სასაცილო გამოვია თუ არ გამომივა ეგ მეორე საკითხია რა ძალიან მეშინია მაგის რომ აი ყველაფერი ჩემ მიმართ მიკროფონი და მარტო მე რო უნდა ვიდგე ძალიან და მინდა რომ ეგ დავძლიო
და ვაპირებ. ამიტომ დავიწყეთ სამმა. იდეაში ბუნკერი არის ის, რომ კუთოს ვამზადებ სტენდაპებისთვის. მე რაღაცა გადალახვის პროცესში ვარ რაღაცა. მე პროსტა აუდიტორიის შიშები. აი გაახსენდა რა. აი ხა ვფიქრობ. მიდი აქ ანუ ეს ეგეთ ბანალურ აი ჩესნათ მომთ რა აი ხა მართლა აი ხა დახურული სიუცე აი ბანალური შიშები რაც არის სინემა არ მაქვს ეგეთი შიშები რა ანუ თორე ობობის და რაღაც წერებს არ მაქვს თორე ვიტყოდი რა არის დასამალი ის კი რა დერსკი ტიპი ვარ და არ მაქვს შიში ხა ხო მაგრამ აი მე მაქვს ისი შიში მაგალითად რა რაღაცა რაც მევასება არ არის ბევრი რამ ამ ცხოვრებაში რა ძალიან მევასება რა და მქონია ამ ცხოვრების რაღაცა ეტაპზე რომ რაც ძალიან მევასება ის აღარ მიზიდავს აღარ მალე ბეზრდება არა მალე ბეზრდება არა არის აი დაუშვათ შეო ძალიან საინტერესო აი ხო არის თემა რომ შენ გევასება ყველაზე მეტად ეს 4 რაღაცა რა 3 რაღაცა რა და იმ 3-დან ცხოვრების რაღაცა ეტაპზე მიხვდი რომ ეს იმდენ აღარ მინდა რა ხო ძალიან საინტერესო აი მე მეშინია მაგის რომ ხალისის დაკარგვის ხო აი ხალისის დაკარგვის შიში იმიტომ რომ აი მე მაგალითად რომ მევასება მეგობრებთან ერთად გასვლა დაждომან кейფი ქვიას რა ვინ რა დაარქს ამ შოულა დროის გატარება რა მაგალითად ამ 1-2 კვირის წინ ჩემ მეგობარმა დამირეკა ზუსტად აი რაც მე მევასება ეგ მითხრა რა რომ აი ის იქნება გამოდი დამეზარა დამეზარა თუ ვაფშე ხო არ მეზარება ხა ეს და შემეშინდა ბიჭო რომ ეგ თუ ვაფშე მეზარება უკვე ანუ დამენძრა რა მე რაც ვარ ასაკა შეგვარგეშინია ხო და ასაკთან ერთად ბევრი რამე იცი მომენტთვის ძალიან მნიშვნელოვანი გართობები ან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები რაღაცა რითიც არსებობ ასაკთან ერთად გადადის ხო და აი ეგ მეშინია ზუსტად რომ რაღაცა თუნდაც ხვალზე მასე 5 წლის მერე რო აღარ მევასებოდეს გულაობა რა ყველაზე მშიშა რა მაშინ გავხდი როცა შვილი შემეძინა რა მამა რო გავხდი აი პროსტა ვერ გეტყვი აი რა ჩვეულებრივი ქვეშაპსიატები გავიჩნდე აი რამდენად იცი ბიჭო რამდენადაც უდიდესი ბედნიერება არის შვილის ყოლა რა აი პაკეტკენ მიდიოდი წარმოუდგენელი ბედნიერება არის შვილის ყოლა იმდენად უდიდესი შიში არის და სუ იზმენაში ხარ აი რაღაც ელემენტარულებზეც ისმენა მაქვს რომ არ გადმოვარდეს არ წაიქცეს შვილებს გაუმარჯოს აიცია ტემპერატურა ატმის რო ეშინიათ ტიპებს ბუსუსიანი ნიუთენი ეგ შიშია თუ ზიზღია მე მგონი ზიზღია ჟიზღი ბაზარი ჟიზღვარა ხო მე შეიძლება იმან რა ქვია სკვარა რაღაც სამბობი ხო და ბავშვობის შიშებზეც საინტერესოა ბავშვობაში რაღაცების გეშინო და მე აღარ გეშინია ხო ეხლა მე მაგალითად სიბნელის მეშინია დღეს აღარ მეშინია მართლა სიბნელის მეშინია და ეხაც მეშინია ანუ ნახე რა მაინტერესებს თვალებს უჭავ ძალიან მეშინია აი ეხლა უკვე აღარ გეშინია არა მეშინია და არ ხუმრობ მართლა რატომ რას გეკითხები სიბნელის რა ნაწილში გეშინო და რომ რაღაცა გამოვა რაღაცა გეტყვი თუ მინდა მოგიყვები თუ მასტით მოგიყვები თუ არ მასტით მაშინ არა სერიოზულ პასუხს გაგცემთ მადლობა ხო და რატომ მეშინოდა და ბავშვობაში ხშირად დავდიოდი შატალოზე კინოებში რა კინოში ინტერნეტის რახან არ იყო ინტერნეტი ტრეილერი არ მქონდა ნანახი რა იყო ფილმი აზზე არ ვიყავ პოსტერის მიხედვით შევდიოდი ფილმის საყურებლად და რამოდენიმეჯერ მოვხვდი ჰორორზე რა ანუ პატარაობას გეუბნები აი 8-9 წლის ასაკში 8 წლის იყო კინოში რო იყო მე რამდენი წლის ვიყავ შატალოზე კინოში დავდიოდი ნამდვილად პირველად მე დაკვირდა ერთხელ კინოში და კინოთეატრში გლადიატორზე და დღემდე ჩემი საყვარელი იმის მერე რო გამოვიდა მაშინ იყო ხო პირველად ვიყავ ერთად პრემიერაზე და მარტო დავდიოდი ხანდახან კლასელებთან ერთად ხანდახან მარტო შატალო არა მარტო პროსტ გაცდენა არის შატალო არა ყველა ერთად ხო ყველა მოკლედ რა და ჰორორები მინახავს კინოში აი ამ ეკრანზე და დიდი ხმით და რამე ისეთ საზიზღარი ფილმები რომ ანუ შიში გამეჩნდა ღამე ვერ ვიძინები მარტო ვეღარ ვიძინები თან ჩემ დასთან ერთად მქონდა ოთახი ერთი ოთახი მქონდა და ჩემი და ეგრევე ითიშებოდა და მე მთელი ღამე აი თან შუქს ვერ ვანთებდი არ იყო შუქი და იმიტომ და ძალიან მიჭირდა ღამე დაძინება და ერთი ზარზე ვიყავი ზარი რომელსაც გამოვიდა არ მაქვს მაგრამ ზარი რომ გამოვიდა პატარა ვიყავი შევიპარე კინოში არ და პლუს 16 ჩვენ ბავშვობაში რომელ კინოში ხერხი იყო ამირანი და რუსთაველი ჩვენ მაშინ რუსთაველში ვიყავით ხო ჩვენ რუსთაველში გლადიატორზე რუსთაველში და ზარს რო უყურე მე მისვენებდი ბულაჩაურში ჩემ ნათესავებთან რა
და იქ ესეთი სცენა მახსოვს, ეს სკამზე იყო ეს თეთრი საროჭკა იყო გადაფარებული, თუ რაღაც გადაკიდული. და ზემოდან იყო შავი შარვალი და გავდა თეთრ ხალათიან შავ გრძელთმიან გოგოს რა. და თელი ღამე აუ რამჭი აი ძალიან დიდი სტრესი მივიღე და მაგის ცოტა ზოხისტური ისენი დამემართა და მე კიდე წავედი. ხო და ღამე ძილის და ღამის შიშა და მე შენ ეფინებოდი ხოლმე ეს. მე ღამის ვებრძოლე და აღარ მეშინოდა. მე ეგეთი შიშები მეც შიშები ეგრე არ გამომყვა საბედნიეროდ, მაგრამ უცნაურ პერიოდში ვარ გაზრდილი რა, მე 93-იანი ვარ, არ ვიცი თქვენ ახლა. მე 99-იანი ვარ. 99-იანი. 14-იანი. აი მაგალითად, ხო, ნუ დაახლოებით ერთი თაობა ვართ რა. კი, ერთი თაობა. მაგალითად მე ზაფხულში მიშობდნენ ხოლმე იმაში რა, სოფელში დასვენებლად რა. ქართლში რა, აქვე ახლოს თბილისთან, მაგრამ სოფელში მივდიოდი ხოლმე რა, სკოლა რომ თავდებოდა რაღაცა ვებიასთან, რომელიც ასევე ზაფხულში ჩადიოდა ხოლმე იქ მარტო, კარგად ვიყავი უფრო რა, მდინარე რაღაც ხო. და იმდენად უცნაური პერიოდი იყო, რომ თბილისშიც მახსოვს, აი ჩვენ უბანშიც მახსოვს, რომ აი სულ მანიაკებზე და ხო იყო რა, შოკი თაველი მანიაკი რო შოკი რო არ არის, ინფორმაცია არ არის, არაფერი არ არის. ადამიანები ესე რომ იკრიბებიან, აი ყველა ყურით მოთრეულ ამბავზე საუბრობენ და რაც არ უნდა სიგიჟე იყოს ეგ ამბავი, ერთმანეთს აჯერებენ, რომ რეალურია ეს ამბავი რა, რეალურად ლაპარაკობენ რა. გადამოწმება არ ექვემდებარებოდა გადამოწმებას. ვიღაცამ რაღაცა შეიძლება პროსტი მოიგონა, მოყვა, იმან გაავრცელა, ბიჭო, ბავშვობაში ხომ მაგით ვერთობოდით, პავლე, კარგად ხსოვს თო? სიბნელეში რომ მის სოფელში განსაკუთრებით ცეკოცონთან ან რაღაც რა შორის თუ გახსოვთ ერთი პერიოდი აი დაახლოებით რა პერიოდსაც პავლე გაყვება იმ პერიოდის და იმ წლების ძალიან საინტერესო რაღაც ხვებოდა. ხო და არა, მაგაზე ვლაპარაკობდი რომ ანუ მაშინ იტყობა ძალიან პატარა ვიყავი, არ ვიცი. და იქ სოფელში რაღაც ძალიან ბევრი ხალხი, დიდებით, პატარებით, ბავშვებით ყველა რა. ვლაპარაკობდნენ აი იმ სულებზე, ადამიანი რომ დაიბრიდება მე რა ხდება. ჭინკებზე ბაზრობდნენ? ჭინკებზეც შეიძლება უფრო სამეგრელოში. ჭინკები ძალიან აქტიური თემაა. სამეგრელოშიც დამისვენია, ბევრჯერ და უფრო იქით. აქეთ აი სულებზე ანუ ტიპი რომ მოკვდება მე რა იმართება იმას რომ რაღაცად მოდის. ნუ კაროჩი. ვარ ძალიან პატარა. იმ ღამეს კი არა, ერთი კვირა არ დამეძინა მე მგონი რა, ნორმალურად რომ ვფიქრობდი რომ არა, მაგას მე არა მე მოკლეს დავიკიდე მე თან გავიზარდე და მივხვდი რომ ისინი არიან ყლეები, მე კი არა, მაგრამ ნუ გაწოდა იქ სულები არიან. მაგრამ ნუ აი მაგრამ რა უნდა იმ მომენტში ბიჭო ის რაღაც სიგიჟეზე ლაპარაკობენ მე მჯერა ამ ყოველფერს იმიტომ რომ ჩემზე უფროსები არიან უნდა დაუჯერ მაშინ ეგრე მაგ ნასწავლი რა 7 წლის ვარ და 10 წლის როა ტიპი იმას უნდა დაუჯერ რომ ჩემზე მეტი იცის რა და მით უმეტეს 50 წლის რო არ ვიღაცა რა ეხლა გავასროთ რა პავლიკას რა ძალიან სიგიჟე იყო მე მახსოვს და რომ გამოვიყვინე ჩვენი ძმაკაცი არის ჭეხა და დაახლოებით ხო და არაფერი არ დაუშავებია რამე შეუგზავნოთ სულებს აგინა და შეგზავნილია ის უნდა გამოგვიგზავნოს სულები შეუგზავნა სულები შეუგზავნა ბრები შეუგზავნა ხო და აი მაგ პერიოდში ხარ უყობი სიკვდილის მეშინოდა ძალიან სიკვდილის ო ჩემი სიკვდილის კი არა იბიღეთ შემიანის გარდაცვალების მეშინოდა ძალიან ბიჭო აი შიში ისეთი რამეა რა სუგაკ, მაგრამ ჯობია არ იფიქრო. არა. აი ბავშვი ადამიანები დაკარგული სუგაკო, რანაირად შეიძლება. ძალიან მაინტერესებს მაგალითად შენ ბავშვობაში რისი გეშინოდა. აი მაგალითად ძალიან დიდი ხანი მქონდა გაყოლილი შიში ეწეღარის მოყოლას დავიწყე, აი ეს პერიოდია დაახლოებით 10-12 წლისები. 30 წამში აღარ მოგისმენ, მაგრამ ბიჭები მოგისმენ. ბიჭები მოგისმენ. მე სახე მე ბიჭი სტუმარი ბიჭი მოგისმენს. აი მეორე მოსვლაზე იყო რაღაცა ვიდეო დიდხნიანი რაღაცა საპატრიარქოს სტაბილიზაციის გადაღებული გამოწყობილი მელოდია აი რაღაც პიზდეცი მელოდია და აპოკალიფსი და ყველა რო გასწორდებოდა ჩიპები და ნემსები და რაღაცა შვედეთის თემატიკა შვედეთი ხო, იმიტომ რომ შვედეთში გადადატესტეს ეს რაღაცა ჩიპი, ხო. ის თემა და რომ ყველა წარიწყმიდება და ყველა ნებისმიერ ხო, მაგის გეშინოდა? ხო, ნუ 10 თუ 12 წლის ვიყავი შეიძლება. ანუ 10 თვის იყო შეჩემაროვეში. მოდი უფრო დავაპატარო. 10 თვის ვიყავი. 10 დღის იყო. ეხვეწებია. 10 თვის ვიყავი. აუ მე მაგ სალიგრძელოების გარეშე დალევის შიშიც რა. დავღოთ თვით, მოდი რომ აგერ პრინცესები გიპირისპირებ და გიპირისპირებ. იმაზე შეხედვართ და რო არ შეგვეშინდეს თქვა რამე სადღეზე. ერთ სადღეზე შემოგთავაზა. შენ დაწყე. კი.
მე მინდა რომ ბუნკერს გამომარჯოს. ბუნკერს პავლიკასთან ერთად, გაუმარჯოს. ნიკუშასთან ერთად, თემურისთან ერთად. ბუნკერ მინდა რომ X ბუნკერის პავლიკა. ადგილზეო დავლიო. წარმატებებს უსურვებ ბუნკერს, ჩვენ გამომწერებს. გამოიწერეთ ეს არხი სანამ აზზე. სანამ დროა რომ გამოიწეროთ. სანამ აზზე ვარ, ხო, მე აღარ იქნება. სულ გვაქვს 4 გამოწერა. დარჩენი 4 ლიმიტირებული გამოწერები გვაქვს. გაუმარჯოს. ისევ და კი, ისევ ბატონო. სტუმრობისთვის. მადლობა ეკას 3-14 3 სტუდიო 3-14-ის შეფს და მადლობა ბუკას ბუკას თანაწამყვანს. და მადლობა ბუკას რომ ჩვენ გვერდით. პირადად მე ბუკა მადლობა. მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან კაი სევცეა აქ სტუმრად ვინც მოვა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ისი ამონებს იმიტომ რომ მოეწონება აქ ყოფნა რაც შეეხება მაყურებელს მოუწოდებ რომ გამოიწეროს თქვენი არხი იმიტომ რომ გაიხალხოთ მე სულ მაგას ვამბობ აუ მე იცი პავლი ბოდიში რომ ჩაგეჭერი მოწოდებაზე მინდა რომ გაგაჩერო ტატო ბაციკაძე ხო შენი ძმაკაცია კი მინდა რომ აი აქიდან მოუწოდეთ რომ ტატო შენ აბოზა რომ ეს არის ხო წინასწარ მომზადებული უბრალოდ გვინდოდა რომ მობძანდი ტატო ბატონო ტატო ტატო ხო იცი როგორ მიყვარხარ კაი ბიჭები არიან და თუ დაგიძახებენ ჩემი რჩევაა რომ მოხვიდეთ გეძახით გეძახით როგორი ის არის ფონია უკან მე სიტყვი ერთ აღიზრდელოს სამიზოს მაგრამ ვისარგებლებ და ეროვნულ რუბრიკაზე გადა მიდი რა თემო გთხოვ დაწყე. ისევ დავკარგე ისე გამიკეთე რუბრიკა ცალკე რომ შენი რუბრიკა და ცალკე არაფერი ფობიები მაქვს ამობეჭდილი მიდი თემო. WhatsApp-ად თემოს გთხოვ. თემური ეს არის თემური მე მოიხმარები მაქსიმუმ. შიგადაში გვითვლე ხოლმე თორე ერთიანად რო გავუყვე ორი ფობია გითხარი და ორივე განვიხილოთ. წმინდა ნივთების შიში და წმინდანების შიში აგიოფობია აგიოფობია. ანუ წმინდანის შიში რატო უნდა გაგიჩნდეს? რატო არ უნდა გაგიჩნდეს შეჩემ მეგადაო წმინდანების გეშინია? ბიჭო მიყვარს მე მორწმუნე ვარ მიყვარს მაგრამ რო გამომეცხადოს ხართა არა, გამოცხადებაზე არაა მან საუბარი. აბარაზე შიში. ზოგადად მიყვარს ჰა, შიში. აი ეგ არ არის დაკონკრეტებული არა დაკონკრეტებული გარსობია გამოცხადოს შეჩება და წმინდანი მაგის შიში ხო ტაქსისტად გამეჩითოს შემეშინდება ხო, მაგრამ ატო რა საწახვები ის და არაქიბუტიროფობია მოდი გამოვიცნოთ რა არის? მოდი გამოვიცნოთ. მინდა? დავა არაკი არაქიბუტიროფობია არაქის შიში არაქისის კარაქის სასაზე მიკრის შიში გავართხი ხო არ ხანდაო ბიჭო თავიდან თავიდან არაქიბუტიროფობია ატარაკე კიდე რამე თქვი და თუ გამოვიცნოთ. იმენა არ აზრი არა არ ვიცი მე გამიმარჯვეს ესოფობია რაღაცა რო შეგესო. შეგესოს ანუ ჰომოფობია ისევ. აუშიშია რა. არა სახლში ყოფნის შიში სახლში რაც უნდა ისაკეთონ ეგ ფონტია რა თემო რა მაისური გაცვია კადრში რო გვაჩვენოთ შეიძლება ეს მაისური სულ სოლიდურად გაცვია და რაღაცა პიჯაკი პერა საირმენის მაისური მაწვია საირმენი არის რას ნიშნავს საიდმე? ანუ ალკოჰოლზე დამოკიდებული სუპერგმირია რომელიც რომელიც ცხოვრობს ცხოვრობს საირმის საირმის ფუძეზე საირმის ბიჭებს საირმის ბიჭებს სპეციალურად დამზადებული ის მაისურია სპეციალურად დამზადებული მაისური თემო ნაკრებში ვიყავი განძები აი თამაში გამოვიდეს. აი მიდეს გამოცნობა მომეწონა თან არახის კარაქი რო გამოვიცანი კიდე უფრო მეტად მომეწონა რა პენტერაფობია პავლიკაშერი აცად კი ისმე. პენტერაფობია პენტერა ხო წარმოდგენა რაღაცა უნდა სპეციალურად არაფერს თუაში სიდედრის შიში აი WhatsApp-ზე შეჩემა. დღეს რომ მივალ სახში მე ჩასიძებული ვარ არ მითხრა რომ რუსიკოსი გეშინია თორე ბიჭო ძალიან მაწყენია თორე პატივისცემა. მაშინ თუ გაწყენებ არ გეტყვი ანუ გეშინია მე პენტერაფობით დავადებული ვარ ჰელიოფობია. თქვენი აზრით რა? ჰელიკოპტერ არა არ მახსოვს წყლის არა ჰელიუმის ბუშტის ზემოთ აფრენის შიში ჰელიო. აფრენის შიში არა, არა. რა არის გააქვს ვერსია? არჩენ არ გააქვს? მე ვთქვი, ვერსია არ არ გაიშვება. მახსოვს მზის ხივის შიში. იცოდა პავლი ეხლა მე გეტყვით კიდე ერთს ძალიან საინტერესო რაღაცები აქვს ბუკას მომზადებული და სხვათა შორის ამას მოუწონებ. სხვა შორის გვინდა რომ თემოს ცალკე არხი შეუქმნა და დაწერეთ ეროვნული რუბრიკა შეუქმნელი თემოს არხი ეროვნული აკოფობია თქვენი აზრით რას ნიშნავს? ტაფების შიში ტაფის ტრაქში გათხეშიში წარმოდგენა არა სიჩქარის შიში. ისე მართლა სიჩქარის შიში არც ერთს არ გვაქვს. მე მაგ ტაფოფობია გააქვს? კი
აი ერთადერთი აი სხვათა შორის კაპ რა? ტაკოფობია. მე მაგ ტაკოფობია. ტახომეტრი რა ხან არის? თემური სხვათა შორის ძალიან კარგი რული არის. ერთადერთი ადამიანი იმის მიუხედავად რომ აი მამაჩემი ძალიან მაგარი მძღოლი არის, ისე ობიექტურად მაგარი მძღოლი? არა. ობიექტურად მაგარი მძღოლია, ერთადერთი ტიპი რატომაც არის თემური, რომელთანაც აი რა სიჩქარესაც არ უნდა იაროს, სადაც არ უნდა გაძლოს გამოძრეს, ნული მაქვს ანუ რა. შენ სიჩქარის შიში გაქვს თუ ზოგადად უცხოსთან მანქანა ჩარჯდომის შიშიც გაქვს? ეგეც საინტერესოა. ყველა მანქანაში ძაღლივით ვარ რა, რო გააღებ ჯუდები პრობლემა არ მაქვს მაგის. მაგრამ სიჩქარეს ბაზარი რა, ერთადერთი ტიპი რატომღაც არის თემური, მადლობა ნდობისთვის. რომელთანაც არ მაქვს შიში. ახალი მანქანა ვიყიდე რა, ზემო ხო ლაპარაკობდით და ბოდიში პავლე ხო ჩვენმა წინასწარმარმაც აი აქვე ბუნკერში თქვა რომ ახალი მანქანა იყიდა გახსოვს? ეხლა შეც ანუ და მე ბუნკერში მგონი მოდი საჭირო თუ ახალი აუცილებელია რომ ბუნკერში აღვნიშნოთ ახალ მოდი. მანქანას მოულოცავთ პავლე მწვანეზე ჩემოწმაო მწვანეზე საქმეებზე სიარულში და უბრალოდ არ კომფორტში და სიხარულში. კი არ ვიბლატავი რომ ახალი მანქანა ვიყიდე, მაგრამ ხუთი ის მანქანა დაითრე 4 გაქირავ. ღვედთან დაკავშირებით მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჩემი მე ახალ მანქანას რო ვეძებდე წინა რო გავყიდე წინა იყო Mercedes-ი, ხო ცოტა ძველი რა და ღვედს იკეთებდი თუ არა, მანქანას არ აინტერესებდა იქ არ წრიპინებდა, არაფერს არ გეუბნებოდა რა, გინდა გაიკეთე, გინდა არა. ანუ არ იკეთებდი. ანუ არ ვიკეთებდი. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი ცხადი. და ახალ მანქანას რო ვეძებდი, ვინც მეხმარებოდნენ ახალი მანქანის მოძიებაში, მათ ვთხარი რომ მე მინდა დამეთანხმებათ რამდენიმე ადამიანი არის ეგეთი, რამდენიმე თუ არა ერთი მაინც, ეგეთი მანქანა მინდა რომ ღვედს რო არ გავიკეთებ, ტვინი არ მოტყნას მეთქი რა. ნუ ვერ ვიპოვე, ანუ როგორც ჩანს ახალი მანქანები რო გამოდის ყველას, მაგრამ ჩემი მანქანაზე ანუ ზოგადად ეს ვერსია არ გაგიხილავს ეს რომ გადაჭყიან ხოლმე. აი მარტო და იმას რომ არ ჭობენ ხოლმე. ეგრე მივიჩვიე, რაც ტარება ვისწავლე მანქანას და საჭესთან ვზივარ უღვედი. კანონს რა ვუყო. შოთა შორის იცი რა, მაგ კანონთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს, რომ მინდა რომ გამოვიდე. მაგრამ რა მე მგონია რომ თვითონ მოქალაქის გადასაწყვეტია ღვედს გაიკეთებს თუ არა იმ ადამიანის საჭესთან. მე არ გეთანხმები რა თქმა უნდა. ჩემი აზრით არავინ არ უნდა გადამიწყვიტოს, მე გავიკეთე, იმიტომ რომ ბიჭო არ საგზაო წესების დაცვა ჩემს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიცავ, დავდივარ, კაი მძღოლიც მგონია ჩემი თავი და აბსოლუტურად ყველა წელს ვიცავ. ღვედს ვიკეთებ თუ არა, ვავნებ მარტო ჩემ თავს, იმიტომ რომ არის შემთხვევები, რომ შეიძლება ღვედი რომ მეკეთოს და რამე შემთხვევა მომიხვდეს, უარესი იყოს რომ მიკეთია, არის ბევრად მეტი შემთხვევა, ვერ დამაჯერებს სახელმწიფო რომ შენზე ზრუნავს რა. ხო. ანუ ეს კიდე გამყენებული ფაქტორი და კარგად ამიხსნა რომ მიგარი, კი. იცი რა არის, იმიტომ აგიგზა ბოდიში რა. კი, არა, იმიტომ აგიგზალე რომ შემცირდა რა სიტყვაზე 30%. ზარა არ შემცირდა? შემცირდა, ალბათ კი. რა მაგის გამო რო არ კეთებ, ანუ არ ვიცი ხა სტატისტიკაზე. მე ყოველთვის მგზავრი, როდესაც მიზის ვეუბნები, ანუ ვავალდებულებ რომ შეიკარი ღვედი. იარაღი აიღე მე შეისროლე. საჭესთან რო ვზივარ, თუ ტრასაზე გადავადგილდები, ტრასაზე ხა 120-ით, 110-ით გიწევს მოძრაობა და შესაბამისად უფრო რაღაცა მაღალ რისკიანი სიჩქარეა, ყოველთვის მიკეთე. ქალაქში, როდესაც 20-25 კმ/სთ მეტი სიჩქარით ვერ გადაადგილდები, არ წარმოადგენს ალბათობა არ არსებობს, რომ იქ ისეთი ავარია მოგივიდეს, რომ ღვედმა გადაგიწყვიტოს კეთება არ კეთების დროს, მით უმეტეს წინა გადასიმაში დაგვნიშნე, რომ ბევრჯერ მიწევს არა, მაგრამ გადმოვდივარ, ვაჩერებ, გადმოვდივარ. სულ ანუ მანქანაზე გითხარ სინამდვილეში რომ დაფიქრდე რა, აი ავარიის დროს. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც ბოდიში დავაფარე. რა შავდება? ის წინაზე რომ დამაშავეთ და სამოდული მივიღე. მაგას ვთქვი გამოსწორებას და სულ ვიკეთებ ღვედს. მაგრამ არ განაპირობებს ეს. რაღაცა მოწესრიგებულობის საკითხი არ არის რა. ღვედი. ბიჭო, ღვედი რა. ღვედი არის ინდივიდუალურია და ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ეგ მესმის. შენი ისიც მესმის ლოგიკა, შენიც მესმის, მაგრამ ბიჭო, რაღაცა ელემენტარული წესები ხო არსებობს რა. ეგრე შეიძლება ეგ როგორ ლოგიკას თუ არ ეხვემდებარება, ბიჭო არა. აი ეგ წეგარას თუ შენ რო ლოგიკას არ ეხვემდებარება, ისო არ გონია რომ სახელმწიფო ჩაიდებს, აი რა მნიშვნელობა. და მაგ ლოგიკით ყველაფერზე შეგიძლია წახვიდე. არა, ყველაფერზე უნდა წახვიდე, რა თქმა უნდა ყველაფერზე უნდა წახვიდე. ყველაფერზე წახვიდე. ბიჭო, ძალიან მარტივი ლოგიკა არის რა. ღვედს გავიკეთებ თუ არა, ჩემ თავს ვნებ რა მარტო რა. რა მე ეგრე მესმის. შეიძლება რა ზამთარში რომ ბევრი მაცვია და იმას რომ ვიკეთებ იმდენად მაგაზეც გეკამათებით ან რა მე არ მინდა მეკეთოს შენი აზრი სულად დამყავს როცა მიკეთია რაღაცნაირად რა ვიცი რა ვიზარ მიდი
პრობლემა კი არ არის. შიში თუ გაქვს ინდივიდი ხარ გაიკეთე. აი შიშთან გვაქვს თემატიკა გადაცემის. შენ გაქვს შიში რომ ის რომ დაზიანდები შეშინია და იცი რომ ვერ გააკეთებ და გაიპარები, ხო? კი უნდა ამიგზავნო. შენ არ უნდა კაი, გაიკეთო. თქვენ ამბობთ ესე იგი რომ კანონშია პრობლემა? რა თქმა უნდა. სავალდებულო არ უნდა იყოს. ქალაქში არ უნდა იყოს. რეკომენდაცია უნდა გაიცემოდეს, მაგრამ სავალდებულო ჩემი არ უნდა. გადმოსახედიდან მე რა ვიცი თქვენს მით უმეტეს იმ თაობის ხალხს ხართ, მე მახსოვს მიშამ შემოიტანა. მიშას დროს 2010 წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში. მე მაშინ ეხლა ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ, ვეთანხმები მაგანონს რა, იმიტომ რომ არავის არ ეკეთებს. საერთოდ თბილისში და საქართველოში ვერ ნახავდი და თავიდან იყო ან ცხეთას კი არა, ანუ თბილისის მასო გაცდებოდი, ან ქალაქ გარეთიდან იწყებოდა რა. ჩემი პირველი კულტურული შოკი იყო ესპანეთში პირველი გასვლა საქართველოსთან რა. ბარსელონა მიყვარდა, ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ჩემმა მშობლებმა ჩემი ნათესაობები ახლოვე მიდიოდნენ, გამაყოლეს რა, რომ ესპანეთს 15 წელს. 15-16 წელს რა პირველად გავედი ქვეყნიდან და იქ ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე ნათლია ჩემის ქმარი და შევხვდნენ რომ სა გაგვასევინონ თუ რაღაცა რა და მანქანით მოგვაკითხეს მე და ჩემი დეიდაშვილი უკან ვისხედით ჩემ ხელა არის ისიც და კაროჩე უკან დავსხედით ჯიპია რაღაცა ესე და ვზივარ რა ეხლა ჩემთვის უკან მით უმეტეს წინას რომ დამზავიყავ გვერდის გაკეთება არ მომფიქრდებოდი სანამ დაძრა თუ რაღაცა ის კაცი ქართველი იყო რა ჩემს ქმარი იყო რა გვეუბნება რომ ღვედი შეიკარგა უკანზე ბიჭო ანუ ეგ იყო ჩემი პირველი კულტურული შოკი რომ ქართველურად არ მე 15 წლის ვარ აქ ღვედის შეკვრა ვაფშე ეგეთი რამე არ მინახავს არავის მაშინ არც იყო ეგ კანონი ჯერ რა და ტიპი მეუბნება რომ ღვედი შეიკარგა და მეთქი უკან ღვედი არის ანუ რა ღვედი მე ხო ანუ ვაფშე უკანა იმაზე ღვედი რა წელს ღვედი ბავშვობაში მანქანაში რო ვждები იყო 2009 ჩასარჭობი რისთვის იყო ვერ ხვდებოდი რა მე წვეჩი ვერ ვიგებდი ღვედი რატო რა მე მეგონა რომ აქ ასაჭირო კატაპულტი და შენ გააძრე წეგან რომ უკან რაღაცა სადღეგრძელოების ხო არ თქმის შიში მაქვს თუ რაღაცა ეგეთი ხო და მე რა მაინტერესებს ცი მარტო პავლიკასთან არ მაქვს შეკითხვა ზოგადად რომ ცოტა ხანს ვიმსჯელოთ ზოგადად აი რა ფენომენი არის სადღეგრძელო რა არის და რატო შეიძლება გქონდეს სადღეგრძელოს არ თქმის შიში არ თქმის თუ ზოგადად ფენომენი რა არის ანუ რა არის ფენომენი ნახე ორი განხრა გააძრე ორი რა არის სადღეგრძელო და 19 რა არის სადღეგრძელო და ნახევარზე ნაკლები რა სადღეგრძელო და რატო შეიძლება რომ გქონდეს სადღეგრძელოს არ თქმის შიში ვისთან გქონია შეხება უცხოელებთან რა იმალ ფრანგებთან აქ ჩამოსულთან ხა იქ არავის არ ვასწავლი სადაც ყოფილვარ ქართული მოსამშობლოები არის მაგრამ აი ვინც აქ ჩამოდის მეც ეგრე ვარ რა სადაც სხვა ქვეყანაში ჩავდივარ იმათი კულტურა მაინტერესებს რა ტრადიციები რა და როგორ არის მე ვინც გამისნია აქ ჩამოსული ეხლა ნუ პოსტსაბჭოთა სივრციდან ვინც გამისნია იმათმა იციან და ახლობით რა მიუხედავად იმისა რომ რუსეთში ეგრე სვამენ რომ ერთმა კაცო ხვალ ხო რა დაიბოქსო გავტრატო და პილი და რაღაცა ხო მაგრამ იციან რომ აქ სადღეგრძელოები და შემ შეხება რომ მქონია მაგალითად აი ფრანგებთან რა ძალიან კაი სამი ბიჭი ორი გოგო იყო ჩამოს გავიცანით რაღაცა და ძალიან მოეწონათ რა იმდენად მოეწონათ რომ სუფრასთან რომ დავსხედით და უხსნი რა მე ფეთ როგორ ხო აი ჩაოლებად ვიქეიფეთ რა და მე ეგ მუღამი კი არ მქონდა რომ მე ქეიფა იმათან ერთად მუღამი მქონდა რომ გამეცნო ქართული სუფრა რა იყო რა მაგრამ აი კილომეტრიან სადღეგრძელობს კი არ მომდი უბრალოდ აუხსენი რომ მეთქი აქ ეგცე არის სანამ დალევ უნდა თქვა რაღაც და რა უნდა ვთქვაო და რა ჩემ გულშია რა ჩემ მოგწონს რა ჩემ გიყვარს იმაზე უნდა ილაპარაკო მოკლედ უნდა ილაპარაკო ლამაზად ჩამოვაყალიბო აი შენ რაღაცა გიყვარს იმაზე ლაპარაკი ხო შეგიძლია მეთქი რა კი როგორ არ შემიძლია ხო ჩვენ სადღეგრძელო არის ეგ რაღაცა რაც გვიყვარს რაც გვსიამოვნებს და მოგწონს იმის სადღეგრძელოს ვამბობთ რა იმას ვამბობთ თერაპიული ხასიათიც აქვს რა ხო და უთხარი და შეგიძლია ისაუბრო ისეთ თემებზე რაზეც მაგალითად ხიზლად არ საუბრობ ხო ყოველდღე არ ლაპარაკო და რაზე მივხვდი რომ მოეწონათ იცი რომ ну თამადობდი პირობითად იმ ვამბობდი რაღაცებს აი ესეა და უთარგმნით მე ქართულად მომდი უთარგმნით და მე ვთქვი რომ მოდი ეხლა მეთქი ყველამ სათითაოთ ესე ვთქვა თითო როგორ კარგად ჩამოვაყალიბეთ ცი გაუსწორდათ ჩემს მე რო ტიპი ხო აი გვერდზე მე მინდაო ანუ თქვა პირდაპირ რომ აი თქვენ რომ ესე კარგად დავხვდითო გვიმასპინძლეთო
აი მაგის ალეგზელო. ჩამოაყალიბა ქართველი, საკაიფო, უცებ ხო. ქართველი მეგონა რა. იმ მეორე მთქვა რომ მოით ფილის გაუმარჯოსო რა. ძალიან ლამაზი ქალაქიაო, მაგრა გულაობთ, მაგრა ერთობითო, ნუ რა ეს თქმა რომელი უნდა. წელია? 4 წელი. 72. 72. 4 წლის. 1007. იქ გოგომ რა თქვა მაგას არ ვიტყვი აქ. რა თქმა ძალიან უცნაური რამე თქვა. მაინც ამოჭრა, ხო, მართლა კი არა. არა მოიჭრე. არაფერს არ ვჭრით. მართლა გეუნები. მარტო ბუკას ანუ მომენტი. სამი ბიჭი არა მომილია თე აი ეს მეორე ჭრადა მაგას აი ეს ამოიჭრება. არა გულწრფელ ან მართლაც არ ვამატებ. იმ გოგომ რა. ზუსტად ამ ბიჭებმა რა ორი გოგო იყო, მაგრამ ის გოგო ერთ-ერთი ამის დაქალწული იყო. იმ მომენტში იქ არ იყო რა. ეს ერთი გოგო იყო მარტო და იყო სამი ბიჭი. სამი ბიჭი. ამ ბიჭებმა თქვა, როგორი სადაგზაო თქვა, მეც რო ვიტყოდი რა, თბილის გამომარჯოს რაღაც ჩვენ მეგობრობას, აი თქვენ რო ესე დავხტეკი და მეთქე შენი ჯერია და მინდი რაღაც თქვი, რაც შენ გინდა, ის თქვი რა. და აი სექს გამომარჯოს. მე თქვენო გისურვებთო რომ მთელი ცხოვრებაო კონდიცეთ სექსიო რომ მარა ეგეც რა ხო ანუ რო მე ხო მაგას როგორია? რო სუიკაიფოთო მაგითიო რა რა, მე ხო იცი, უთხარი არა ცუდი არაფერი მაგრამ მე ამათ ხო უთხარი რაც ყველაზე მეტად გიყვართ ან ქსიამოვნებთ მაგის ალეგზოლო იქნეო ანუ გინა ჩაგინამიოკა ტიპმა და იმან თქვა რომ მეო რავი გაუნახავ არ უნდა იყო ჩაგინამიოკა ტიპმა რა მაგრამ გაუსწორდა და ჩემთვის ქართული სუფრა ალეგზოლო ეგ არის მე არ შემიძლია მარტო დალევა არასდროს მარტო არ დამილევია და არასდროს მიუხედავად თუნდაც ორნიროვს ხედავ ორში დალევა აბსოლუტურად მინდა რომ მიგიზუმო და სევდიანი ტუ რაღაც მელოდია მინდა რომ დავადო ანუ უცებ მოურჩევი რა მე მარტოს ხო ეხლა ხალხი გასაკუთრებით პავლიკა როგორც მაგას შენ მოყევი მარტო არაფერს არ მოვყვები მე შევიჭერება აი მე ლოთი რატო არ ვარ იცი ხო ვიღაცა მიცნობს ლოთი მგონი მაგრამ მე ლოთი მაგითო არ ზოგადად ყველას ლოთი გონი YouTube-ზე შენი ვიდეოები არის ვინ უფრო მთვრალია პავლიკა თუ ვინმე მაგრამ ლოთი საკრას მაგითო არ ვარ რომ მე დალევა კი არ მიყვარს მე кейფ მევასება რა და აი კილომეტრიანი სალეგზელოები არა მაგრამ თუნდაც ერთ ტიპთან მე და შენ დავსწრეთ რა მაგალითად რა აი ეს პროსტა ვერ დავლევ შენთან ერთადაც ვერავისთან ერთად ვერ ნუ რაღაცა უნდა თქვა მოდი მაშინ თქვი რა ურთიერთობას გამომარჯოს ჩემი საყვარელი სალეგზელო ეგ არის იმიტომ რომ ურთიერთობებს გამომარჯოს მეგობრობას გამომარჯოს და მაგრამ მე მაინც მინდა რომ ბუკას ვათქმევინო აქ პლუსი მარტო დალევას ხო ბუკა გამოსწორდა სარკეშიც არ იყურები ხოლმე ბუკა გამოსწორდა მაგალითად სარკეშიც არ უჭახუნე თქვენ თავს პავლიკას ეგეც გავლილია და ეხლა არა მე მარტო ძიმეა არავინ არ გაკრიტიკებს ანუ აი გამომარჯოს მეგობრობა ეს მოსო თუ ურთიერთობას კი მეგობრებო კი მართალი ხარ მაგრამ ისე გამომარჯოს ურთიერთობებს შეუერთდები სადღესდღეოს და ისევ დაგიბრუნდები ურთიერთობებს გამომარჯოს ჩვენი გადაცემას მაგაზე დგას რა ზდგა ურთიერთობებზე რა ბუნკერი დგას ურთიერთობ ბუნკერი ყრია ურთიერთობებზე რა და ხო ბუნკერში ყრია ბუნკერში ჩაყრილი ურთიერთობებს როგორც გამომარჯოს გინდა ისე აბრუნე რა ყველა ეპიზოდის წინ ვეჩალიჩებ შეჩემა გიტარას მე მოგიტან კლავიშს შემოგიგორებ სუარზე ბეკ ვოკალებსაც ვეჩალიჩებდი გახსოვს სუარზე აუ მინდა ამოდე სხვა პატი შეჩალ აი მაგრა ასწავლე ეს აქ რო ვიტყვით რომ ქათ მე ყველაფერი არა რატო ხო და ის მინდა რომ არა შეკითხვა მაქვს შეჩემა ვიცი რა შეკითხვაც მაქვს იზმედა აქ რამე კამერის წინ სიმღერა ანუ აი დასაწყისში ეგ და ანუ ჩემ შიშებზე ეგ ვისაუბრე ხო და ზუსტად იმ მაინტერესებს როცა რაღაცა დამოკიდებულება და შეგრძნება გაქვს რომ რაღაცას ისეთნაირად ინფორმაციულად მომზადების კუთხით მეცადინეობის კუთხით არ აქვს დავეშიდობთ რა მაყურებელს ძალიან კარგად ვერის ეს კაცი მაყურებელს დავეშიდობთ სორი კაი მოკლედ სანამ დამშვიდობებამდე მივალთ მე მინდა რომ ჩვენს უძვირფასეს თანაწამყვანს პავლიკას ქართველ კომენტატორთა ეროვნული ნაკრების 8 ნომერს საჩუქარი გადავცეთ ხო მე საჩუქარი კვიტოს სადღაც აქ შეთხრილი და თუ რამე გავრეცხავთ პავლიკა არა სუფთა ძმა არ ქონია შეთხრილი სუფთა არის ანუ თემა ისეთია რომ ყოველთვის აქვე აზრობს რა არის და როგორ არის ამოქეკო ბუნკერიდან ბაზარია ანუ ეს ჩანთა უკვე ვიცით აქ ბექს ვინც ხედავს ვის დარჩება ესეთი არის ჩვეულებრივი მაისური მეგობრებო ბუნკერის რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ რომელსაც აუცილებლად დასვრი ზომაც ბუნკერის თეთრია და ეხა უნდა დასვარო ბუნკერის მაისური ზომაც დაახლოებით ჩემია და აქვე
აქ ეს გვარები რო ჩაიწერო, როგორ შეგეშალოს. შეგიძლია ამას გინებები და გამოვიყენეთ. ზიზღები ჩაიწერო. ძალიან დიდი მადლობა. კიდე მე უნდა წერა იყოს მან მიყვარს რაღაც, უნდა იყოს. ლაპარაკზე მეტად წერა მიყვარს და რაღაცებს ჩავიწერ ხოლმე. კალამი ხო გჭირდება რომ ჩაიწერო რაღაც. აქვე დავწერ. ჩემ შეფასებას თქვენზე. ვიდი რა. ოთ აიკით. არა. აბა რა აზრი აქვს მაშინ აქვე და. კაი, მაშინ არ დავ. მე დაწერე და წაიკით. იმ მესამეს ასე გააჭმევ. ხარ რა ყლეობა უნდა დაწეროს. რა უნდა დაწერო? გაიგე რომელ მესამეზეა არა, საუბარი. ყველაფერი გასაგებია რომ მესამეზე საუბარი. ასე რომ აბა ეს იყო პავლიკა და ბუნკერის მერვე ეპიზოდი და ხუმრობის გარეშე თემო ამ ეპიზოდში და მოდი ყველა ეპიზოდში ვეთქვი მე შენ ვიცი არ გინდა მე ყველა ეპიზოდში ვეთქვი სანამ არ გადაწყვეტ რომ მე მინდა რომ თემოს კონდეს ცალკე რუბრიკა რომელიც ამ ბავში არ იქნება ჩასმული, მაგრამ ჩვენ არხზე ბუნკერის არხზე დაიდება YouTube-ზე ის ეროვნული რუბრიკა რა რომ ცოტა სხვა ფორმატი ქონდა. მაყურებელმა აი ის წინაზე რა ფრანგულ სიმღერებს ვიმღერებ. არა, თემო, მართლა გეუბნები. წინაზე რაც ვიბაზრეთ ეჩემა რაღაცა ის ნაჩნიკი და თემა რა. აინთო და ეროვნული რუბრიკა და ხო გახსოვს რაც ვიბაზრეთ წინაზე? არ გახსოვს. რა რო სახში დავждეთ, რაში გიჩამოწიო და ეროვნული რუბრიკა წავიკითხო ესე. და რა მოხდა? მარტო? აბა რა? მე წინაზეც თქვი რა მარტო არ მაგარი შეჩემა. ანუ კამერის უკან ვიდეო. კამაში შევდივარ. მე მოგწერო, თემო მიეწეკი, ამას მოგ. გაამხნევ. მოკლედ, ხუმრობის garaშე აი, всё, გადაიწყე. საინტერესო იქნება რა. და მინდა რომ გააკეთო. ეგ. ეროვნული რუბრიკა. კი. მართლა, ხუმრობის garaშე ვამ. ოღონდ არა ამ ფორმატში, ცალკე მიმართულებით. აუ, რამდენი ჩვენი მასპინძელი იყო, დავიღალე უკვე. ჩვენი მასპინძელი იყო სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერგის ტერიტორიაზე და თუ გიყვართ დესერტები და გსურთ რომ გასაოცარი დესერტების უმარჯოს პავლიკას და ყველა სტუმარს რომელიც ბუნკერში ყოფილა და იქნება.